საზოგადოებას რაც შემიძლია მე რომ ვურჩიო არის ის რომ ყოველთვის სჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. აუცილებლად უნდა სჯეროდეთ. ყოველთვის დაისახონ მიზანი და თავიანთ მიზნამდე მივიდნენ შრომით. აუცილებლად შრომა უდევს ამას საფუძვლად. მე ვარ თამუნა, 29 წლის, ქუთაისიდან ვარ წარმოშობით. 13 წლის უკან შევქმენი ოჯახი და მას შემდეგ ვცხოვრობ კახეთში, კერძოდ ახმეტის რაიონში. მე ვმუშაობ ჩვენივე სოფლის საბავშვო ბაღში და პარალელურად მაქვს შეთავსებული კიდევ 2 სამსახური. კვირაში ერთხელ მივდივარ ოჯახში, სადაც მოხუც პაპას ვაქცევ ყურადღებას და ამის პარალელურად კიდევ დავდივარ დალაგებებზე. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ დღისით მიმუშავია 3-გან და ჩემი სამუშაო დღე დამთავრებულა ღამის 2 საათზეც. ძირითადად ეს ჩემი საქმიანობა მოიცავს გენერალურ დასუფთავებებს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს ოჯახში, ვითვალისწინებთ და ყველას გვაქვს ერთი მიზანი. და ამ მიზნის მისაღწევად ყველა მაქსიმალურს ვცდილობთ ოჯახში. აქედან გამომდინარე მეც მინდოდა ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა და მოვიფიქრე ის, რომ მოდი ხო არ ვიარო დალაგებებზე. ავიღე ტელეფონი და დავდე პოსტი. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ ჩემ პოსტს. ძალიან დადებითი კომენტარები იწერებოდა, ძალიან დადებითი ემოციები მოდიოდა ამ ხალხისგან. მინდა მადლობა უთხრა ყველა ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს მესეჯები იყო ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორი. რამ გადამაწყვეტინა იცით, აი რომ გავედი სამუშაოდ, გაუკვირდათ, რა მაგარი გოგო ხარ, ესეთი პატარა ხარ და ამ საქმეს აკეთებ, აი როგორ, ანუ რაღაც კომპლექსი არ გაქვს და ამან გამოიწვია ჩემში ის, რომ ხალხს სერიოზული კომპლექსი აქვს ამ საქმის. ვიფიქრე, რომ მოდი мотивაციას მივცემ ხალხს, ახალგაზრდა გოგონებს, რომ პატიოსანი შრომით, რასაც გამოიმუშავებ, ეს საერთოდ არ არის სირცხვილი. პირიქით, ეს არის დასაფასებელი ვფიქრობ. მეც და ჩემი მეუღლეც ვაკეთებთ მაქსიმუმს და ყოველთვის გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილს ჰქონდეს უზრუნველი მომავალი. მე რაც არ მქონია ბავშვობაში, ყოველთვის ყველაფერს ვეცდები, რომ ჩემ შვილს ჰქონდეს. მიზანი ეს არის ჩემი, უმთავრესი მიზანი ცხოვრების. და მჯერა, რომ ეს გამომივა.